პოლიცია შეურაცხყოფას აყენებს ეს ქალბატონი. ეს არის ფაქტი. და პოლიციას, ოდესაც ეუბნები, რომ სარკეში ჩაიხედე, რას გავხარ, სხვა არაფერია თუ არა შეურაცხყოფა. აქედან გამომდინარე, წესით, ანუ საფუძველი იყო სამართალდარღვევის, ესე ვთქვათ, კანდიდატი იყო ეს ქალბატონი და ალბათ დაინდო პოლიციელმა, მაგრამ ფაქტია, რომ შეურაცხყოფას აყენებდა. ეხლა თუ რამის გარკვევა უნდა და გარჩევა უნდა და მას შეეძლო ადეკვატურად მისულიყო და ეთქვა დაესვა თავისი კითხვები და პოლიციელმა როგორც გასცა პასუხი, გაცემდა. ხო, მან გასცა რომ ვარ ესა და ეს, მქვია ესა და ეს, ვარ ესა და ეს, ამადა ადგილზე ესე ვთქვათ, პატრულირებ, ჩემი ტერიტორიაა და თუ რამე შემიძლია დაგეხმაროთ, დაგეხმარებით. ამ ქალბატონმა უთხრა რომ აი ვიღაცემა რომ გაიტაცეს, ამ ადამიანმა უთხრა არავის არ გაუტაცებია, კრიმინალურმა პოლიციამ დააკავა. დანარჩენი მიმართეთ მას, ანუ მაქსიმალური ინფორმაცია გასცა ამ პიროვნებამ. და მაინც აი პროვოცირებდა, მე პოლიტიკურ განცხადებებზე გადავიდა ეს ქალბატონი, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ თავს დაესხა პოლიციელს და შეურაცხყოფას აყენებდა. და ესეთი მიდგომები აქვს. ეს ადამიანი ეხლა გეუბნება რომ არის ჟურნალისტი და არის ობიექტური ჟურნალისტი. აი როგორ შეიძლება ეს ქალბატონი იყოს ობიექტური ჟურნალისტი? ვერ იქნება ობიექტური ჟურნალისტი, ყოველთვის იქნება მხარე. იმიტომ რომ მან პოლიტიკური შეფასებები გააკეთა, აქვე არ დამალა მისი პოლიტიკური კონიუნქტურა და მან აღნიშნა რომ ძალიან ცუდია, როდესაც სალომე ზურაბაშვილს თავს დაეცხნენ და მას რაღაც იქ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ანუ მისი პოლიტიკური შეხედულება გამოხატა და დადებითი პოზიცია გამოხატა ქალბატონი სალომეს მიმართ. ანუ ფაქტია რომ ესენი ადამიანები არ არიან ჟურნალისტები, ეს ადამიანები არიან მხარები. ანუ ეს იქნება TV პირველი თუ სხვა ის ეგრეთ წოდებული მასმედია, სადაც ეგრეთ წოდებული ოპოზიციურად არიან განწყობილი, აი ამ კატეგორიას გულისხმობ, ეს ადამიანები ყოველთვის არიან მხარეები და ვერასდროს ვერ იქნებიან ობიექტურები. ობიექტურები ამ გადაცემებში და აი ამ ტელევიზიებში ვერ იქნებით. ეგ დაიმახსოვრეთ. და ხალხს ნუატყუებთ, თქვენ ხართ ჟურნალისტები. თქვენ ვერც იქნებით ჟურნალისტები, ვერც ლექტორები იქნებით, თვითონ ცდილობთ რომ ბავშვებს, ანუ ახალგაზრდებს, სტუდენტებს ასწავლოთ ჟურნალისტური ეთიკა, ჟურნალისტური რაღაც კონკრეტული კორესპონდენცია იქნება თუ სხვადასხვა მიმართულებებით განავითაროთ, თქვენ წესით არ უნდა მოგეცეთ ამის შესაძლებლობა. იმიტომ რომ როგორ შეიძლება თქვენ ჟურნალისტმა ასწავლოთ ბავშვებს ან ახალგაზრდებს რაიმე, იმიტომ რომ როდესაც თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი პოლიტიკური შეხედულებების დაფარვა და ობიექტური ინფორმაციის გაჟღერება. აი როგორ უნდა ვინდოთ ბატონო ნიკოლო ზავას და თან მით უმეტეს გამოდიან ეს ადამიანები და აყენებენ პოლიციელს შეურაცხყოფას. სარკეში ჩაიხედე რას გავხარ. აი რა ფორმა, რა მიმართვა.